რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტი აივსო პოსტებით და ჩემი ინბოქსი კიდე მესიჯებით, როგორც ხდება ხოლმე, სკენი გაგვარკვია რა ხდება ამ მაყუჩებზე. კორკოდ გვიშველე, ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ასეთი ქაოტური და გაუგებარი კანონი არც არის მე მგონი ჯერ ეს კანონი მიღებული, ვერაფერი ვერ გავიგე მოკლედ. რაღაცა ხდება და ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ რეალურად არავინ არ იცის რა ხდება. მე ვისთანაც მიმიწვდება ხმა იმისგან ვერ გავიგე რა ხდება რეალურად და ესე დაჯარიმებული ხალხისგან, ასე ვთქვათ, დადებული პოსტებით და ინბოქსში მოწერილი მესიჯებით ვაგროვებ ინფორმაციას და მე თითქოს ესე ვცდილობთ ყველანი რომ ავაწყოთ რაღაცა ფაზლივით, რომ რაღაცა სურათი დავინახოთ. პირველ რიგში უნდა იყოს თორე დასაშვები ხმაურიანი მაყუჩით სიარული ქალაქში. კი და თან არა. სანამ რამე სისულელეს დაწერდე კომენტარში, ახლა ვაგიხსნი რას გულისხმობ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ წესიერ მომისმინო და თან მნიშვნელოვანი არის რომ მოსმენის გააზრება შეგეძლოს, იმიტომ რომ თუ არ შეგიძლია ვერაფერს ვერ გაიგებ და მე არანაირი პრეტენზია და ამბიცია არ მაქვს რომ შენ აზრი შეგიცვალო. მე არაფერი შემჭირდება, ეს ვიდეო შენ ჩართე, თუ არ მოგწონს გადართე. მაგრამ მანამდე უნდა გავიგოთ რას ნიშნავს ქარხნული ანუ მოდიფიცირებული მაყუჩი. მე კი ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ხომ დავიცოდეთ რა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ მაგალითად ეს 500 ლარიანი ჯარიმა არ მივიღოთ. ვიღაცისთვის შეიძლება 500 ლარი არაფერია, გადაიხდის და გააგრძელებს ცხოვრებას, ვიღაცისთვის 500 ლარი მთელი კვირის, ან შეიძლება მთელი თვის შრომის საფასურია. მოტომწარმოებლები ქარხნულად ისეთ მაყუჩებს უყენებენ ბაიკერს, რომ მათი ხმა იმდენად ჩუმია, რომ ხშირად გზაზე გადაადგილებისას ავტომობილის ზღოლებს მისი ყოფნას არც ესმით. რაც რა თქმა უნდა საფრთხის შემცველია, ვერც ხედავენ და ჩემზე კარგად იცით რამდენი ვსკროლავთ, სხვაზე მარტო თქვენზე და მარტო სხვაზე არ ვამბობ, ყველაზე ვამბობ, რაც მათ შორის მომიცავს მეც, ჩემზე კარგად იცით რამდენი სკროლავთ მანქანისტარებისას, მით უმეტეს საცობებში ან თუნდაც ოდნავ დატვირთულ გზებზე და ტელეფონზე რამდენი ლაპარაკობს გადაადგილებისას ხომ მაღაზია არაფერს აღარ ვამბობ. აი ეს გარდატეხის ასაკი, რასაც ჩვენ ამ კანონებით საქართველოში გავდივართ, ევროპაში, ამერიკაში და იაპონიაში უკვე დიდი ხნის წინ გაიარეს და ეს სამი ქვეყანა იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ ძირითადად მაქაური წარმოების არის ეს მოტოები და მერე მიდის ეს მოტოები იმ ქვეყნებიდან დანარჩენ სოფლიოში. არ ვამბობ რომ რომელიმე არ მომწონს, ან რომელიმე ქვეყნის კანონი მეორეზე უკეთესი მგონია. არც ის ვიცი რა იქნებოდა იდეალური გამოსავალი. უბრალოდ იქ რაღაცა ფურცელზე დაწერილი სტანდარტი მაინც არსებობს. ხვდებიან რაზე აჯარიმა, რაზე არ არის ჯარიმა და რავი მე ზოგი დაიკიდებს და დააჯარიმებენ და ეგეთი ვიდეოები მილიონიდებს ინტერნეტში. და ვისაც არ უნდა ჯარიმა, ნუ რაღაცნაირად მიუხედავად ისა მოწონს თუ არა, ერგება იმ სტანდარტს და იცის რომ მთელი თვის ან კვირის ხელფას არ ამოაცლიან ჯიბიდან იმის გამო, რაც გუშინ გაჩნდა და რის შესახებაც ყველაზე ცუდი რაც არის, რომ ინფორმაცია არ აქვს. ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა არის ქაოსში და არა იმაში, რომ ვინმეს გვიკვირს, რომ SpaceX-ის რაკეტის ნაირი საუნდით ხმით არ უნდა იმოძრაოს, ღამით ან თუნდაც დღისით ჭავჭავაძეზე მოტოებმა ან სკუტერებმა ან რა ვიცი, ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ დღის, ნებისმიერ დროს. რა ლამაზი პორშეა. ჩემს მეგობრებს და ჩემ გამოწერას მინდა კითხოთ, რამდენჯერ გითქვათ, რამდენჯერ გვითქვავს ფრაზა, რომ ვიღაცას რო ჩაული ახმამაღლა და აი ესენი იმდენს იზავენ, რომ საბოლოოდ ყველას აგვიკრძალავენ მოტოს და სკუტერს. ეს ნახე რო თქმურობით, მაგრამ აი ხო გახსენდებათ ეგეთი რაღაცა თქვენ თონაც ხო გეგრძნიათ, ან უცხოს ხო არაფერს არ ვამბობ. ხო არის ხოლმე შეგრძნება, რომ აი ვიღაც ჩაივლის და არ არის ეგ ნორმალური. და ისიც ხო გახსოვთ მაგ კომენტარს ვიზე ვაკეთებთ ხოლმე და რანაირი ხმას. ძირითადად პატარა მოტოებზე ან სკუტერებზე, რომელსაც ქარხნულად სუსტი და უსუსური ხმა აქვს და ნუ მაყუჩის შეცვლით მის პატრონს უნდა რომ კონდეს ისეთი ხმა, როგორც მაგ მოტოს არ აქვს და არ ეკუთვნის და არ უნდა კონდეს. მაყუჩის შეცვლით და მოდიფიცირებით ან დახვრეტით ან რაღაცა უბედურებით გახმამაღლებული და გაუბედურებული არის მისი ყველა მახასიათებელი, რასაც მე მივყავარ ჩემდე თემასთან და პატარა ტესტსაც რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ თვალსაჩინოებისთვის. კითხვა ასე ჟღერს. აი ეს საშინელთქმიანი ტრანსპორტი. ეგეთი გამოდის? ალამაზია. ანუ მასეთი წარმოება? რა თქმა უნდა არა. სპორტული ღრიალა მაყუჩები რა თქმა უნდა არსებობს და მაგ მაყუჩებში ხალხი რამოდენიმე $1000 იხდის რომ ეგ ხმა და ეგ სიმძლავრე მიიღოს, იმიტომ რომ ეგ არ დაგავიწყდეთ რომ მაყუჩის შეცვლა მარტო იმის გამო არ ხდება რომ კაი ხმა კონდეს. რა თქმა უნდა სუბუქდება. აი ყველაფერი აუმჯობესებს სტატისტიკას, ანუ სიჩქარეს და ასე შემდეგ. მაგისთვის არის ტრეკი, შეგიძლიათ წახვიდეთ ტრეკზე. მაგრამ მაყუჩებს როგორც წესი აქვს თავიანთი სტანდარტი. მოტოს რო იყიდი და მაგ მაყუჩას რო დააყენებ, ეგ ტრეკზე ხო არ იცხოვრებს ახლა ეგ მოტო, ანუ ერთი წლით ხო არ იქირავ იმ ბოქს და იქ ხო არ იცხოვრებს შენი მოტო, ხო რა თქმა უნდა რომ ქალაქშიც გინდა მისი ხმარება. შესაბამისად ეგ ყველაფერი გათვალისწინებული არის ისედაც სპორტულ მოტოზე, ანუ სპორტულ მაყუჩებსაც აქვს თავიანთი სტანდარტი. ამ სტანდარტის მიხედვით ადეკვატურად გამოყენებადია ქალაქში. რას თქვენ გაწუხებთ, რას თქვენ გაღვიძებთ ღამე? არა ყველა, მაგრამ უმეტესწილად რა თქმა უნდა ეს არ მიყვარს ხოლმე ყველაფრის ერთ ხალხში ქვაბში ჩაყრა. უბრალოდ უმეტესწილად აი უმრავლესობა იმ ტრანსპორტის არის, ის თქვენ წუხდებით, რეალურად არის ტრანსპორტი, რომელსაც
რომელსაც აი რო დაქოქავ და ეგრევე გაფუჭებული ძრავის და ჩახსნილი და დახვრეტილი მაყუჩის ხმა რო აქვს. იაფიანი, ცუდი, ხმაურიანი ხმა. სპორტულ მოტორებს ეფექტური მოქმედების ზონა აქვს მაღალ ბრუნებში. თუ აქსელერატორი ბოლომდეა გახსნილი, კონკრეტულ ზღვარს თუ არ გაცდი, ან დაბალ ბრუნზე თუ იარე სიტყვაზე, არაფერი არ ხდება. აი მაგალითად როგორც ეხლა დავდივარ მე, გაქვს სპორტული მაყუჩი, მაგრამ დადიხარ აი ასე ადამიანური ხმით. რა თქმა უნდა, მაინც შედარებით ხმა მაღალია სპორტული მაყუჩი ქარხულთან, მაგრამ შანსი არ არის რომ ვიღაცა გააღვიძო, ვიღაცა შეაწუხო, ძლივ დაძინებული ბავშვი გაუღვიძო შუა დღეს. მოკლედ, არ შეწუხდება არავინ, არ ჩენ და არც სხვა არავის არ ეღვიძება, არავინ არ ეკავს პატრულში და არ შემოაქვთ უაზრო კანონები და ყველა ბედნიერი. ვისაც ეს თემა დიდად არ გაგერებათ და არც გაინტერესებთ. რა ბატონო ტესტ. პეფა, ხმაური, სამშენებლო ხმაური, რავი, საუბარი, ყველაფერი აბსოლუტურად იზომება დეციბელებში. ანუ ხმა, რამდენად ხმა მაღალია, რაღაც იზომება დეციბელებში. აი ეს არის აპლიკაცია, რომელიც ზომავს დეციბელებს და გვეუბნება რამდენია აი ამ ხმაურის სიმძლავრე, რაც აღიქვა მიკროფონმა. ანუ განა იქ, სადაც ეს ხმაური მოხდა, არამედ ამ ხმაურის რა წილი, რა პორცია მოვიდა ჩვენს მიკროფონამდე. რა თქმა უნდა, ეს აპლიკაციები ისეთი ზუსტი ვერ არის და ვერც იქნება როგორც როგორც dedicated, ანუ კონკრეტულად მაგისტვის გამზადებული წარმოებული მიკროფონები, მაგრამ აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ შევძლოთ შედარების გაკეთება. მოკლედ შეიძლება პროფესიონალური საზომის ციფრებს ერთ-ერთი არ ემთხვეოდეს, მაგრამ მინიმუმ იმას მაინც ვნახავთ, აი ამ ერთი და იგივე საზომი მოწყობილობით, ამ შემთხვევაში აპლიკაციით, რა სხვაობა არის ადეკვატურად გადაადგილებას და თავზე გადაჯმას შორის. ციფრებში ვნახავთ, რამდენად ხმამაღლა გაიცნობა ჩემი ძრავის ხმა, ეს არის მიკროფონი, ეს კი ერთ-ერთი ხედის კამერა. მეორეს რა თქმა უნდა დავაყენებ აქეთ 70-ით მივდივართ მე-6-ეთი არის აი ესეთი ხმა. ზუსტად იგივე როცა 70-ით მივდივართ პირველი ან მეორე სიჩქარით. აჰა, პირველი ავიღოთ. დააკვირდით, აი აქაც, სადაც მხოლოდ მანქანამ ჩაიარა და აქაც, სადაც ადეკვატურად დავდივართ, გვაქვს 76 დეციბელი პიკი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ადეკვატური სიარული არ ცდება ჩვეულებრივი მანქანის ხმაურს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაქვს სპორტული მაყუჩი. არ ვიცი ეს ინფორმაცია ვინმეს გამოადგება თუ არა რამეში, ან გაჭრის თუ არა ვინმესთან დიალოგისას, მაგრამ ეს არის რეალობა. მიხვდით სხვაობას. ეს არის და ეს. დასკვნები თავად გააკეთეთ, მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ მინიმალური შეგნება მაინც გაქვს და ქაჯი არ ხარ, შენ თვითონაც უნდა ხვდებოდე, რომ ღამის 3 საათზე, ვაჟაზე, შუქნიშანზე, ჩაჭერები და გაწურვები საბოლოო ჯამში, როდესღაც დღეს და ხვალ თუ არა, როდესღაც მაინც აუცილებლად დასრულდებოდა რაღაცა კანონით, რომელიც საბოლოოდ სამწუხაროდ ყველას შეგვეხო და იმათაც შეგვეხო, ვინც ხვდებით, რომ სხვისი პირადი სივრცე ისევე პატივსაცემი არის, როგორ პატივისცემასაც თქვათ მოველით ჩვენ სხვისგან. თუ რამე ახალი გავიგე, აუცილებლად ჩავწერ კიდევ ერთ ვიდეოს, ყველას უჯარიმო, უსაფრთხო და სასიამოვნო გადაადგილებას გისურვებთ. ეს პირველი ქართული მოტოლოგია, მე სუპერსკინი ვარ დროებით.